რუბრიკის სპონსორია ვინის უგემრიელესი ფაფები. დამზადებულია 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებით, პალმის და რაფსის ზეთის გარეშე. ფაფა არის ვინი. მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებ და ალბათ ეს თემა განსაკუთრებით დაინტერესებს პატარა ბავშვების მშობლებს, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ნეიროგანვითარებაზე და ნეიროგანვითარების გარკვეულ დარღვევებზე, თუმცა მანამდე ჩვეულებისამებრ გაგახსენებთ, რომ რუბრიკის სპონსორია ვინის უგემრიელესი ფაფები, რომელიც მზადდება საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, ნატურალური რძით, პალმის და რაფსის ზეთის გარეშე და ვინი ეს არის ფაფა 30 წლიანი ისტორიით. მას ასე როგორც მოგახსენეთ, ნეიროგანვითარებაზე ვსაუბრობ დღეს და ჩვენი გადაცემის სტუმარია ბავშვთა ნევროლოგი, ჩემი კოლეგა, მეგობარი ქალბატონი მზია ქავთარაძე და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მზია სტუდიაში მობრძანებისთვის. დამეთანხმებით, რომ ნეიროგანვითარება და ვთქვათ დარღვევები, რომელმაც გარკვეულწილად უკანასკნელ პერიოდში თითქოს მოიმატა, ცნობადობად შედარებით გაიზარდა, საკმაოდ ხშირად ხდება როგორც პედიატრებს, ასევე რა თქმა უნდა განსაკუთრებით ნევროლოგებს და მე მინდა დღეს მოდით ჩვენს მაყურებელს გავაცნოთ საერთოდ რა არის ნეიროგანვითარება და რა არის ნეიროგანვითარების დარღვევა. რას გულისხმობთ ამაში? მეც მოგესალმებით ქალბატონო მაია, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. მით უმეტეს თემა, რომელიც ახლა წამოიჭრა, არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან აქტუალური და წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მშობლების, ახალგაზრდა მშობლების ძალიან დიდი ინტერესის სფეროს. კი, ალბათ ჯობია მარტივად განმარტოთ, რა არის საერთოდ ნეიროგანვითარება და რა იგულისხმება ნეიროგანვითარების დარღვევების ტერმინის უკან. ნეიროგანვითარება ეს არის ძალიან ხანგრძლივი და ძალიან რთული პროცესი, რომელსაც უზრუნველყოფს ასევე მზარდი და განვითარებადი თავის ტვინი, რომელიც იწყება ფაქტიურად ჩასახვის მომენტიდან და გრძელდება მთელი ბავშვის ზრდისა და ზრდის პერიოდში, ზრდის განმავლობაში. როდესაც ეს პროცესი მიდის სწორი გზით, ჩვენ ვიღებთ სრულფასოვან ჩამოყალიბებულ ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ყველა გამოწვევა, რომელიც დგება მის წინაშე, აღიქვას სწორი რეაგირება, მოახდინოს, იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით და ჩვენ ვიღებთ საზოგადოების სრულფასოვან წევრს. სამწუხაროდ არის ისეთი სიტუაციებიც, როდესაც ეს ნორმალური თავის ტვინის განვითარება ან ნელდება, ფერხდება, ან იცვლის მიმართულებას, იცვლის ვექტორს და ასეთ შემთხვევაში შედეგად ვიღებთ ატიპიურ განვითარებას. პრობლემები, რომელიც შეიძლება შეექმნას ბავშვს, როდესაც თავის ტვინის ფუნქციონირება ირღვევა, არის ძალიან მრავალფეროვანი. პირველ რიგში ეს არის მოძრაობითი დარღვევები, ასევე არის კომუნიკაციის დარღვევები, მეტყველება და ქცევა, კომუნიკაციის დარღვევები, ეს არის კოგნიტური უნარების დარღვევები, კოგნიტური დეფიციტი და შემეცნებითი უნარების დარღვევები, ეს არის სოციალური ინტეგრაციის პრობლემები, ქცევითი დარღვევები და ემოციური რეგულაციების დარღვევები. ძალიან მრავალფეროვანია, რა თქმა უნდა, ჩამონათვალი მოიცავს ჩვენი ფუნქციონირების პრაქტიკულად ყველა ნაწილს. მშობლები ხშირად მოგმართავენ ასეთი ჩივილით, რომ იცით, ჩემი ბავშვი აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ აი წავიდა სკოლაში და აღმოჩნდა, რომ მას უჭირს კითხვა. ან მას უჭირს წერა, ან მას უჭირს რაღაცა ელემენტარული მათემატიკური ანგარიში. ესეც შედის აი ესეთ ნეიროგანვითარების დარღვევის კონკრეტულ ვარიანტში, თუმცა არსებობს ხანდახან ისეთი შემთხვევები, როდესაც ნეიროგანვითარებითი დარღვევა არის კომპლექსური, გაცილებით მეტ სფეროს მოიცავს, გაცილებით მძიმეა ასეთი დარღვევები და დამერწმუნებით, რომ ასეთ შემთხვევაში ეს არ არის მხოლოდ ბავშვის პრობლემა, ეს არის ოჯახის პრობლემა, იმიტომ რომ ასეთ დროს ოჯახი იმყოფება ძალიან სერიოზული ფსიქოემოციური სტრესის ქვეშ, მას უწევს ძალიან დიდი მატერიალური დანახარჯებიც, რაც ძალიან გასათვალისწინებელია და საბოლოო ჯამში ეს ხდება
საზოგადოების, სოციუმის, საზოგადოების და სახელმწიფოებრივი პრობლემა. რა თქმა უნდა, ვიცით რომ ადრეული დიაგნოსტიკა ეს არის საუკეთესო ვარიანტი იმისთვის, რომ ამ ასაკში, ადრეულ ბავშვთა ასაკში ყველაზე პლასტიურია ტვინი, ყველაზე კარგად ვითარდება და ამიტომ წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს და ამიტომ, აი ზუსტად ამიტომ, რაც უფრო მცირე ასაკში მოხდება ასეთი ტიპის დარღვევის ამოცნობა, იდენტიფიცირება, მით უფრო მეტი არის შანსი, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდება, მივიღებთ მოცემული ბავშვის მაქსიმუმს, რაც მას შეუძლია მისი შესაძლებლობების ფარგლებში. საუბრობთ, რომ შეიძლება აბსოლუტურად ყველაფერი აღდგეს, შეიძლება ყველაფერი არ აღდგეს, მაგრამ შესაძლებლობის მაქსიმუმის, მისი პოტენციალის მაქსიმუმი ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა მივიღოთ და ამისი საშუალება გვაქვს თუ ადრეულად მოვახდეთ დიაგნოსტიკას. ქალბატონზეა რისი კითხვა მინდოდა, მაინც რომ ამაზეც ვისაუბროთ, რამდენად ხშირია ახლა ჩვენს ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ მოიმატა განსაკუთრებით მეტყველების ვთქვათ დარღვევებმა, კომუნიკაციის დარღვევებმა, აუტისტურმა სპექტრმა, მაგრამ აი რამდენად ხშირია და თქვენი კლინიკური პრაქტიკიდან მაინც რომელი ვთქვათ დარღვევა უფრო ხშირად გვხდება? სტატისტიკური მონაცემები ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ნეიროგანვითარებითი დარღვევების გამოვლენის მხრივ არის საკმაოდ მზარდი. იმდენად ცნობადი გახდა აუტისტური სპექტრი, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ნეიროგანვითარებითი დარღვევა, რომელიც არის, რომ აი ამის მაგალითად შეიძლება ვაჩვენოთ ეს ტენდენცია. ნახეთ, 2000 წელს ითვლებოდა, რომ ერთი ბავშვს აქვს ასეთი ტიპის დარღვევა, სადღაც 150 ბავშვიდან და 2020 წლის მონაცემით ერთი ბავშვი 31 ბავშვიდან. შემაშფოთებელი სტატისტიკა, თუმცა აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი. აქ არის ის, რომ ითვლება, რომ ეს არ არის რაღაცა ეპიდემია ნეიროგანვითარებითი დარღვევების, ეს არ არის ბიოლოგიური ეპიდემია და ამ პრობლემის გავრცელების, არამედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სტატისტიკური მონაცემების შეცვლაში ითამაშა იმან, რომ მოხდა ამ პრობლემის ძალიან სწორი გააზრება, დიაგნოსტიკური კრიტერიუმების შექმნა, ცნობადობის ამაღლება, მშობლების მიმართვიანობის გაზრდა. იყო დრო, როდესაც ასეთ ბავშვებს მალავდნენ. რა თქმა უნდა, კი, ეს იყო სტიგმატიზირებული იყო ეს თემა. მალავდნენ, არ უშვებდნენ სოციუმში და რანაირად აღირიცხებოდა ასეთი ბავშვები. აქედან გამომდინარე, ყოველთვის უნდა ღიად ვილაპარაკოთ პრობლემაზე, იმიტომ რომ ეს გულისხმობს პრობლემის გადაჭრის გზის მოძებნას. აქ ალბათ მაინც უნდა ვთქვათ, რომ პერიოდულად სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ იწერება ხოლმე რაღაც გარკვეული სტიგმატიზაცია მაინც ხდება აი ამ ბავშვების და ეს არის დაუშვებელი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ყველანი უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი, აუცილებლად და ზუსტად ამ კუთხიდან უნდა მიუდგეთ თითოეულ ასეთ მშობელს, ვთქვათ, ნებისმიერ სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ ნებისმიერ ადგილას. ეხლა ერთი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც უნდა გავაჟღეროთ, ეს არის, რომ აი ჩვენ საუბრობთ, რომ ადრეული, რაც შეიძლება ადრე დავსვათ დიაგნოზი, რაც შეიძლება ადრეული დიაგნოსტიკა და ამ თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშობლის როლი. ანუ მოდით ახლა ჩვენ ვუთხრათ მშობელს, რა ნიშნები შეიძლება ჰქონდეს ბავშვს ისეთი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ყოველთვის არ მიუთითებს, რომ პრობლემაა, მაგრამ მიუთითებს იმას, რომ აი უნდა მივიდე ექიმთან და ექიმის რჩევა და ექიმის შეფასება მჭირდება. აი რა ნიშნებია ეს, რომ მაინც მშობლებს კარგად აუხსნათ? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა და აქ არის ერთი ასევე მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ბავშვის განვითარება ეს არ არის სტატიური, ეს არის დროში გაწელილი პროცესი. აქედან გამომდინარე, ყველა ასაკს აქვს თავისი გარკვეული კრიტერიუმები. ანუ ის გარკვეულ ასაკში ბავშვი სწავლობს რაღაცა იძენს გარკვეულ უნარჩვენებს და სწავლობს, აქვს გარკვეული ფუნქციები. აქედან გამომდინარე, იმის მიხედვით თუ როდის ყალიბდება და როდის ვლინდება ეს ნეიროგანვითარებითი პრობლემა, სხვადასხვა მისი გამოვლინებებით. უყურეთ,
აი მაგალითად ყველასთვის ცნობილი არის ორი თვის ასაკი, ეს არის აი როგორ გითხრათ, ნახტომია. პირველი ნახტომი. ნახტომია, იმიტომ რომ ბავშვი იწყებს სოციალიზაციას იწყებს ღიმილს, გიყურებს და არ შეგეშლება, რომ შენ მან შემოგხედა, ეს არის ისეთი ბედნიერება მშობლისთვის და იწყებს ღუღუნს. აი ამ სამრამეს ორი თვის ასაკში, 2 თვიდან 3 თვემდე, ხო? აქედან გამომდინარე, თუ კი ამ ასაკში ბავშვმა ეს არ გააკეთა, უკვე პრობლემაა. და ამ ასაკში უნდა მომართოს ექიმს მშობელმა. ზოგიერთი დარღვევა ვლინდება გაცილებით უფრო გვიან ასაკში. აი ყურადღების ჰიპერაქტიულობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი. ხლა ბავშვებისთვის ჰიპერაქტიულობა აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია და მართალი რომ გითხრათ დღეს გვიხარია კიდევა ჩვენ ნევროლოგებს გვიხარია, როდესაც აქტიურ ბავშვს ნახულობთ, იმიტომ რომ დადგა სხვა ეპოქა, დადგა ციფრული ეპოქა, დადგა აი ამ გაჯეტებთან ჰიპოდინამიის ეპოქა, ეკრანთან მიჯაჭვულობის ეპოქა და ბავშვები ასეთ ფიზიკურ აქტივობებში ძალიან იშვიათად სამწუხარო ძალიან იშვიათად ერთვებიან და როდესაც მშობელი მოდის და გეუბნება რომ ნევროლოგს როდესაც ეუბნება რომ ჩემი ბავშვი აი ვერ ვაჩერებს ღმერთო მიხარია რაღა დაგიმალო და ძალიან მიხარია. იმიტომ რომ ეს არის მისი ბუნება, ბავშვი უნდა მოძრაობდეს, უნდა იყოს აქტიური, ყველაფერი უნდა აინტერესებდეს. გეთანხმებით და ისე ვიტყვი რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ამ ნიშნებზე ყურადღება გავამახვილოთ, როგორც წესი მშობლებმა იციან რომელ ასაკში რა უნდა შეძლოს ბავშვმა და კი ვთქვათ აი თუ ვთქვათ რაღაცა ვერზის, ვერ მოძრაობს, გადაადგილება უჭირს, ყველა ეს ნიშანი მოითხოვს რომ ექიმს ვაჩვენოთ ჩვენ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში როგორც თქვით რაც უფრო ადრე ვნახავთ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, მერე უფრო ადვილად შეგვიძლია მეტია შანსი რომ ჩვენ ამ პრობლემას გადავჭრით. კი ბატონო, თქვენ ეკრან დამოკიდებულება ახსენეთ, ამას რო არ შევჩერდეთ, არ შეიძლება, იმიტომ რომ რეალურად ძალიან დიდი ტექნოლოგიურმა წინსვლამ ძალიან ბევრი, ძალიან კარგი, ვთქვათ და დადებითი მოგვიტანა ერთმნიშვნელოვნად, ხო? მაგრამ მას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ხო? აი ძალიან ხშირად ნახავთ ხოლმე თუნდაც ერთად ბევრი ბავშვი არის, მაგრამ ერთმანეთს ასე კომუნიკაცია არ არის და ყველა არის თქვა თავის ტელეფონში და რაც რეალურად პრობლემას წარმოადგენს, თქვა როდის ნახეთ რეკომენდაცია როგორ არის ძალიან სერიოზული პრობლემაა თქვით, იმიტომ რომ ნამდვილად შემოიჭრა ეს ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაში და ძალიან მარტივია დაკავებული მშობლებისთვის მისცეს ტელეფონი დააჭერინოს ძალიან უკვე იმ ასაკში, როდესაც მას ხელში დაჭერის უნარი უჩნდება, უკვე დააჭერინოს ტელეფონი და თვითონ გააკეთოს თავისი საქმე. მაგრამ მშობელმა უნდა იცოდეს ძალიან დიდი საფრთხეები, რომელიც აი ამ პროცესს ახლავს, ამ თითქოს უვნებელ ქმედებას ახლავს თან. იმიტომ რომ ძალიან ხშირი არის ესეთი შემთხვევები, რომ როდესაც ნორმალური განვითარების ბავშვი ხდება დიდხანს ატარებს დროს ეკრანთან, ის იძენს აუტიზმის მსგავს ნიშნებს. საკმარისია ტელეფონი გადავდოთ, ავკრძალოთ ბავშვთან ტელეფონი და ის უბრუნდება ჩვეულებრივ განვითარებას. ჩვენ თუ არ გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა დაკარგოს ცოცხალი ურთიერთობების უნარი, კომუნიკაციის უნარი, მეტყველების უნარი, ინტერესთა სფერო, კონდეს მრავალფეროვანი, ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ რაც შეიძლება მცირე იყოს ტელეფონთან ურთიერთობა, ბავშვის ტელეფონთან ურთიერთობა და 18 თვამდე ითვლება რომ 18 თვემდე საერთოდ არ უნდა გაეკაროს ბავშვი ტელეფონს, თუმცა მე პირადად ვფიქრობ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვაწყდები ესეთ პრობლემებს და მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო გადაიწევს ეს ასაკი, აი 3 წლის ასაკამდე არ კონდეს ბავშვს ტელეფონთან ურთიერთობა. ქალბატონზეა, ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ ძალიან ბევრი კითხვა დაგვრჩა პასუხი გაუცემელი, ძალიან ბევრი რაღაცებზე გვინდოდა საუბარი, იმიტომ რომ დამეთანხმებით, რომ ჩვენ რაღაცა ძალიან დიდ თემას შევეჭიდეთ, თუმცა ასე მგონია, რომ მაინც ძირითადი რაღაც გარკვეული რეკომენდაციები ჩვენ მშობლებს მივეთ
მოეცით და განსაკუთრებით ეს რეკომენდაციები ეკრანთან დამოკიდებულების შესახებ არის ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის და ამ თემით ჩვენ საუბარს აუცილებლად გავაგრძელებთ და სხვა საკითხებსაც ძალიან დაწვრილებით შევეხებით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ჩვენს მოსახლეობას ტრადიციულად ჯანმრთელობას ვუსურვებთ. რუბრიკის სპონსორია ვინის უგემრიელესი ფაფები. დამზადებულია 100% ნატურალური ინგრედიენტებით, პალმის და რაფსის ზეთის გარეშე. ფაფა არის ვინი.